მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 251 ნომრიდან. რადგან B-სკენ ერთდროულად ორი მოტოციკლეტისტი გაემგზავრა. მოდი ავიღოთ ეს ორი პუნქტი. A პუნქტი, B პუნქტი. ორი გაემგზავრა, ხო? კარგი. ანუ მოდი ერთი ასე ვქნათ, მეორე ასე. პირველი და მეორე. ერთი მათგანის სიჩქარე 1.5-ჯერ მეტია მეორე სიჩქარესა. მოდი მეორე სიჩქარე იყოს x კმ/სთ და მაშინ პირველი სიჩქარე იქნება 1.5 x კმ/სთ. მოტოციკლეტისტი, რომელიც პირველად მივიდა B-ში, უმალ უკან გამოვიდა. მეგობრებო, რომელი მივიდოდა ახლა პირველად, ხო? რომლის სიჩქარეც მეტია. ანუ პირველი მივიდოდა. ანუ მოდი რა ვქნათ, იცი? აქ ცოტა სხვა ფერის რკალი. მოდი ეს ფერი ავირჩიოთ. მივიდა ასე B-ში და უკან დავიდა. მოდის რა ისე უკან. რა ხდება ახლა? უმალო უკან გამოვიდა. მეორე მოტოციკლეტისტს იგი შეხვდა A-დან გამოსვლიდან 2 საათსა და 24 წუთის შემდეგ. ანუ გამოდის რომ ხო ჩავიდა, უკან ბრუნდება და მე ხვდება ას. ანუ ასეთი ამბავია რა. ვთქვათ, აი აქ შეხვდა. ანუ ჩვენი A-დან გამოსული მეორე იყოს აი აქ ხდება შეხვედრა დაახლოებით. ხოთ. და რა ამბავია ახლა? ამ პირველმა უფრო სწრაფმა ამ შეხვედრას მოადომა 2 საათი და 24 წუთი. რა თქმა უნდა, ხაი. რომ დასვა კითხვა. მეორე მოტოციკლეტისტი რამდენი ხანს იყო გზაში? მეგობრებო, თუ მოძრაობას არც ერთი არ წვეთს. ორივე ერთდროულად გამოვიდა, ხო და არც ერთი არ წვეთს მოძრაობას. და მერე შეხვდნენ ერთმანეთს. როგორ შეხვდნენ, რა შეხვდნენ, პირველიც მოძრაობს, მეორეც მოძრაობს. ერთისთვის თუ გავიდა 2 საათი და 24 წუთი, მეორესთვისაც იგივე დრო არ გავიდოდა. და ამიშობა აქვს ახლა პირველი ჩავიდა, უკან გამობრუნდა, რაღაცა მოძრაობს, არ გაჩერებულა, ეგრევე გამობრუნდა უკან. რა თქმა უნდა, მეორე მოტოციკლეტისტიც იგივე დროის განმავლობაში იქნებოდა გზაში. ვიგვიდით ახლა მათ მიერ გავლით გზას. უბრალოდ აქ მე ავდგები და 2 საათსა და 24 წუთს გამოვხატავ. მოდი აქვე დავწერაგერ. ეს არის 2.24 მესამოცედი, ხო? 12-ზე იკვეცება 2.25 საათია. იგივე 12.5 საათი. და პირველიც ამდენ ხანს მოძრაობდა. პირველი რამდენს გაივლიდა? პირველი გაივლიდა 1.5x სიჩქარე გამრავლებული დროზე. 12.5-ზე ამდენ კილომეტრს. მეორე რამდენს გაივლიდა? გაივლიდა სიჩქარე x გამრავლებული 12.5-ზე, ხო, მოძრაობის დროზე, ამდენ კილომეტრს. და ამათი ჯამი რა იქნებოდა? აი, სულ რომ დააკრიფოთ ახლა ეგ ჩვენ. იქნებოდა A და B პუნქტებს შორის აღებული მანძილი ოღონდ 2-ჯერ. იმიტომ რომ მე დააკვირდით აგერ კალებითაც კარგად ჩანს. იასამნისფერი ერთხელ და მე მეორეჯერ იასამნისფერი და ყვითელი ფერი უკვე მეორე AB მონაკვეთის სიგრძე იქნებოდა. ნუ რადგანაც A და B პუნქტებს შორის მანძილი 120 კილომეტრია, გამოდის რომ ერთხელ 120, მეორეჯერ 120, 240 კილომეტრი უნდა იყოს მათი ჯამი. ანუ 1.5x გამრავლებული 12.5-ზე, დამატებული x გამრავლებული 12.5-ზე, ეს 240. ანუ 12.5-ს თუ გავდაჭრილებს გარეთ 1.5-ს დაემატება x-ისა 2.5x გამრავლებული 12.5-ზე.
140 და 12 იკვეცება აქ 20 იქნება აქ 1 5 და 2.5 იკვეცება აქ 0.5 ანუ 0.5 x უდრის 20 ესე იგი 1 მეორედი x უდრის 20 და x უდრის 20 სხვა კითხვა ახალწლები კითხავს რას ვიკითხებოდნენ იპოვეთ მოტოციკლეტის და სიჩქარეები და მანძილი მათი შეხვედრის ადგილიდან B-მდე საინტერესო კარგი ესე იგი მოტოციკლეტის სიჩქარეები რა იყო? ნუ პირველი სიჩქარე გამოდიოდა მეორესი გამოვიდა 40 კმ/სთ. პირველი ხო 1.5-ზე უნდა გამოვრავოთ მეორე რომ იყო პირველი. ესე იგი 40 უნდა გამოვრავოთ 1.5-ზე, ეგ იქნებოდა 60 კმ/სთ. და ჩვენ გვინდა ახლა ის შეხვედრის ადგილიდან B-მდე მანძილი. აი ეს მანძილი გვინდა. რამდენი კილომეტრია და შესაბამისად მეგობრებო ახლა როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მე მაგალითად მაქვს მოსაზრება რომ ესე იგი რა გავაკეთოთ იცით მაგალითად ახლა მეორე რაც გაიარა დავთვალოთ და 120 კილომეტრს გამოვაკლოთ ხო ეგ მარტივი იმიტომ რომ ვიცი მე რომ აი ეს ყვითელი რკალით რაც არის მონიშნული ეს რა არის ეს არის 2 საათსა და 24 წუთში მეორეს მიერ გავლილი გზა ანუ ეს 2 საათი 24 წუთი რომ გავამრავლო მეორე სიჩქარეზე 40 მოდი აქ ქვია 2 საათი ანუ ეგ ხო იგივე 12 მეხუთედია 12 მეხუთედი რომ გავამრავლოთ აქ ჩვენ 40-ზე ეგ იქნებოდა 8 ჯერ 12 არის 96 და ნუ დანარჩენი გზა რა იქნებოდა 120 კილომეტრს გამოკლებული 96 ანუ ეგ გამოდის 24 კილომეტრი კი ბატონო მოდი 252 გავარჩიოთ ახლა ავტომობილი გამოვიდა A-დან B ქალაქისკენ. ჩავიდა B-ში და მაშინვე მობრუნდა უკან. გავიგე A-დან B-ში ჩავიდა და დაბრუნდა უკან. A-დან გამოსვლიდან 5 საათის შემდეგ ავტომობილი იმყოფებოდა B-დან 80 კილომეტრში. B ქალაქიდან A ქალაქისკენ მოძრაობისას. აჰა, კი ბატონო. კიდევ 1 საათის შემდეგ A-დან 160 კილომეტრში. იპოვეთ მანძილი A და B ქალაქებს შორის. კარგი ბატონო. ცრავად, მოდი ასე ვქნათ. B. ავტომობილი გამოვიდა A-დან B ქალაქისკენ. კი, ჩავიდა B-ში, ანუ გამოდის ასე. ჩადის B-ში და მოვრუნდება უკანთვის. ხო, ასეთი სიტუაცია. ახლა ნახეთ რა ხდება A-დან გამოსვლიდან 5 საათის შემდეგ იმყოფებოდა B-დან 80 კილომეტრში. ოღონდ, ნახეთ როგორი ინფორმაცია აქვს ჩხილებში B ქალაქიდან A ქალაქისკენ მოძრაობს. ანუ უკანა გზაზე რომ იყო უკვე. ესე იგი, ამ 5 საათში რა მოხდა, რა ამბავი დატრიალდა. მოასწრო ჩასვლა B პუნქტში და უკან გამობრუნება. და თუ იმყოფება, მოდი ცოტა დავამოკლებ ამ ხას. B-დან 80 კილომეტრი. ასე. აქ არის ახლა და ეს არის B-დან 80 კილომეტრით დაშორებული. ესე იგი, აქ არის აღწერილი 5 საათის მოძრაობა. აგიბათ. კიდევ 1 საათის შემდეგ. მოდი ცალკე გავაკეთოთ, რა ხდება.
რა ამბები დატრიალდება ახლა 1 საათის შემდეგ. აი, აგერ ხო ვართ რა. ვართ. ასე და ნუ გავიდა 1 საათი. 1 საათი გავიდა. და მოვიდა 1 საათის შემდეგ ადან 160 კილომეტრში იმყოფება. აჰა, ანუ ახლა აი ეს მანძილი გამოდის 160 კილომეტრი. კი ბატონო, გასაგებია. იპოვეთ მანძილი ადა ბექალაქებს შორის. კარგი. ახლა ისეთი მომენტია, დავფიქრდეთ ახლა ჩვენ სიჩქარის შემოტანა, აბა როგორი მომენტი იქნება, არ ღირს ვითომ? და მოდი შემოვიტანოთ აბა სიჩქარე დავფიქრდეთ ახლა თუ როგორ დაალაგებს სიტუაციას. აი მაგალითად x კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, არა? კი ბატონო, მაგრამ მანძილი მაინც ხო არ დაგვჭირდება აქ მანძილის აღნიშვნა. მოდი შემოვიტანოთ მანძილს, არ შეგვეშინდეს და შეიძლება არ დაგვჭირდეს რომელიმე ცვლადი კანტონების შედგენისას. რა მოხდა ახლა? ესე იგი 5 საათში მან გაიარა S დამატებული 80, არა? ასე ხო გამოდის, ანუ 5 საათში გავლილი აქვს S დამატებული 80 კილომეტრი. ასე მე რა ხდება? რა ამბავია? და 6 საათში რამდენი გამოდის გავლილი? 2S გამოკლებული 160 კილომეტრი. ეგ მოდის ასე? ახედავ, არ დაგჭირდა სიჩქარის გამოყენება, იმიტომ რომ პროპორციაა აშკარად მეგობრებო. ახლა ეს 2S-ი საიდან მოვიტანე? აი, წავიდა და მე მოდის აი აქ, ხო? და ეს 6 საათი მოძრაობა, იმიტომ რომ 5 საათი აი აქამდე მოსვლას დაჭირდა, მე კიდევ 1 საათი და გამოდის რომ აი ეს გზა რაც დარჩა გასავლელი არის 60 კილომეტრი, ანუ რაც გაიარა ჯამში 5 საათის და მე კიდევ 1 საათის განმავლობაში, ეგ არის ორჯერ AB მონაკვეთს, იმიტომ რომ AB-ში ჩავდა და უკან უნდა დამრიებულიყო ისევ აშენს, გამოვიდოდა 2S-ი, ხო, 2 AB მონაკვეთი, აკლია მეგობრებო 160 კილომეტრი, ანუ 2S გამოკლებული 160 და ეგ რამდენ ხანში გაიარა 60. 6 საათში. პროპორცია რა. ერთი და იგივე მოძრაობის საშუალებაზეა, 5 საათში გადის S + 80, 6 საათში 2S - 160 და უკვე კითხებიან ეს. დავწერდით ასე, გადავამრავლებდით ჯვარედინად, პროპორციაა. შეგიძლიათ სიჩქარე გამოსახოთ S + 80 გაყოთ 5-ზე, იმისი სიჩქარე იქნებოდა, მე 2S - 160 გაყოთ 6-ზე და გავუტოლოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ სიჩქარე არ შეუცვლია ავტომობილს. ჯვარედინად 5-ჯერ 2S - 160 უდრის 6-ჯერ S + 80, აქ არის 10S-ი. პრინციპში ორის გატანა და შეგოცა შეიძლება, მაგრამ აი ეს კარგი. 800, აქ არის 6S-ი. 480 და 6S გამოკლებული 10S-ი არის 4S-ი. მე 800 დამატებული 480, ეგ არის 1280. და S-ი გამოდის 320. ვიღეთ მეგობრებო, თუ სწორად გამოთვალეთ 320 კილომეტრი მანძილი ამ პუნქტ შორის. მოდი ახლა გავაკეთოთ 244 ბოდიში 243 ამოცანა. ორი ტურისტი ერთდროულად გამოვიდა ორი ქალაქიდან, რომელთა შორის მანძილია 38 კილომეტრი. ტურისტები შეხვდნენ ერთმანეთს, გამოდის რომ შეხვედრილი მართულებით გამოსულა, ხო? 4 საათის შემდეგ.
ანუ ეს 38 კილომეტრი ერთდროულად გავუვლიათ 4 საათში. რა სიჩქარით მოძრაობდა თითოეული ტურისტი, თუ პირველმა შესვედრამდე 2 კილომეტრით მეტი გაიარა ვიდრე მეორე. ფაქტობრივად ჩვენ ვიცით მეგობრებო თითოეულმა მათგანმა რამდენი გაიარა და რატო? ნახეთ. აქედან მოდის პირველი ტურისტი. აქედან მოდის მეორე ტურისტი. და ვიცით რომ მთლიანად მანძილი არის 38 კილომეტრი. და ნახეთ ბოლო 4 საათს რომ თავი დავალებოთ ახლა, ну პრინციპში რადგან დავალებოთ იყოს ეს ყველაფერი მათმა დაძლიეს 4 საათში, ხო? შეხვედრა მოხდა 4 საათში და პირველმა შეხვედრამდე 2 კილომეტრით მეტი გაიარა. პირველს უფრო მეტი აქვს, გავიგოთ ასე, გამოვაჩინოთ ეს. უცებ შეგიძლიათ აღნიშნოთ ეს x-ი, ეს x+2 და მათი ჯამი იქნებოდა x+2 + x-ი 38. ნუ ბევრი საშუალებაა მეგობრებო, როდესაც რაღაცა ორი მონაწილე ინაწილებს თელ რაღაც რაოდენობას, ამ შემთხვევაში 38-ს და ერთ შეხვდა 11 ვიდრე მეორეს, თქვათ გაყოფთით შუაზე 19-19, მერე ერთის თუ მოაკლებ ერთს და მეორეს ვიცე, ნუ უკვე გამოვა მათ შორის ორი განსხვავება, ხო? აქედან ერთიანი რომ გადაგვეწოდებინა, ანუ ამას 20 გავხდებოდა და ამას 18. ნუ მარტივი მისახვედრე ან განტოლებას ამოხსნედით სულაც x იქნებოდა 18 და გეკი რა პირველი ეს 18 კილომეტრი იქნებოდა და ეს იქნებოდა 20 კილომეტრი. მაშინ მეგობრებო, პირველი სიჩქარე რა იქნებოდა? პირველი სიჩქარე. არ იქნებოდა მისი გავლილი გზა 20 გაყოფილი 4-ზე. მანძილი გაყოფილი დროზე 5 კილომეტრ/საათი. რა იქნებოდა მეორის მიერ გავლილი გზა? ბოდიში მეორის სიჩქარე. ეს იქნებოდა 18 გაყოფილი 4-ზე 4.5 კილომეტր/საათი იქნებოდა მეორის სიჩქარე. აი გადაერთ მორჩა. საკმაოდ მარტივი სადა ამცანა. კარგი, აბა 44-ს დავაკვირდეთ ახლა. მიგონაც ესე ცოტა ხვაბერძე სტილია და აბა სხვადასხვა დროს მოძიებული შედგენილი ამოცანებია და მე არ ვიცი შეიძლება ასეთი სტრატეგიაც არის. მე ზოგადად არ ვარ მომხრე რომ სასწავლო წიგნიდან, როდესაც მოსწავლემ უნდა ისწავლოს, ესეთი ცოტა ქაოსი იყოს სირთულეების რა. და მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რაც უფრო შორს მიდის, რომ უფრო და უფრო მეც სირთულესთან უწევს გამკლავება და რაც უფრო მეძე გააკეთებს კონკრეტული თავიდან, ესე იგი უფრო კარგი კომპეტენცია დაუგროვებია და კარგად განვითარებულა კონკრეტულ თემაში. 244. რადა B პუნქტებიდან, რომელთა შორის მანძილი 140 კილომეტრია, ერთდროულად ორი ავტომობილი გამოვიდა. A და B პუნქტებიდან, რომელთა შორის ალბათ სხვადასხვა პუნქტიდან, ხო? A და B პუნქტებიდან, რომელთა შორის ერთდროულად ორი ავტომობილი გამოვიდა. პირველი სიჩქარე ვიცით, მეორე ვიცით, 30 და 40-ია, შეხვედრის შემდეგ მათ შეუჩერებადი განაგრძეს გზა, ჩავიდნენ შესაბამისად B და A პუნქტებში, მოbrunდნენ უკან და განაგრძეს მოძრაობა. კარგი გასაგებია. B პუნქტიდან რა მანძილზე შეხვდებიან ისინი ერთმანეთს მეორედ. საინტერესოა. მოდი კაი, ავაწყოთ ახლა ეგ სიტუაცია. ეს მოძრაობის ანალოგიათა შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ მოდი ხა. და დავიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე და უშუალოდ აღწეროთ ეს პროცესი. ნუ აქედან გამოვიდა ორი პირობითად ჩავთვალოთ პირველი და მისი სიჩქარე არის 30 სოკნად 30 კილომეტր/საათი. აქედან გამოდის მეორე მისი სიჩქარე არის 40 კილომეტր/საათი და მათ შორის მანძილი არის 180 კილომეტრი. ეს 180 კილომეტრი. და შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. ახლა რა თქმა უნდა შეხვედრა უფრო
100-კენ ახლოს მოხდებოდა, იმიტომ რომ ნელი არის ადამ გამოსული. მერე რა პროცესი მიდის დააკვირდით. შეგვიძლია შემდეგ მათ განაგრძეს გზა. მოდი ამას ცალკე აღწერ, ცალკე დიაგრამაზე. ასე და ნუ ეგ ხო იყო შეხვედრის ადგილი. აგრძელებს სვლას ახლა ბედან გამოსული ასე აგრძელებს სვლას ადან გამოსულიც ხო? და რა ხდება? ანუ ჩადის ეს ბედან გამოსული აში და ბრუნდება უკან, ესეც ჩადის ადან გამოსული ბეში და ბრუნდება უკან. და ახლა ზუსტად არ ვიცი ჯერჯერობით შეხვედრა სად იქნება, ჩავთვალოთ რომ ცოტა აქეთ და ნუ შემეორედ ხვდებიან ერთმანეთს. და კითხვა არის, ბედად რა მანძილზე მოხდა ეს შეხვედრა, ხო? მოდი რას ვისამახეცით, უფრო ლამაზი რომ იყოს. ახლა აქ ფერებს შემოვიტან განსხვავებას. მოდი პირველი იყოს თქვათ მწვანე ფერის, აი ასე, მწვანე ფერის, ასე მოდის და მეორე იყოს, კარგად რომ იყოს გამოკვეთილი, ყვითელი კარგად არ ჩანს, ეს კარგად ჩანს, საფილოსფერი. მოდი წითელი იყოს. ზოგადად წითელი თვალისთვის რაცა ცოტა ისეთია, მძიმე ფერია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ახლა ჩავს არც ისე გვჭრის თვალს, ხო? ნუ მე ამ შესახლა რო ვუყურებ. იმედია არც თქვენ. და ასეთ რა ხდება? ასეთი რკალს გავაკეთებ ახლა. ანუ ეს ხო ჩავიდა, წითელი ჩავიდა. ასე და მობრუნდა. თუ ვცდები ახლა და აი ამ საწყისი წერტილის მერე არ არის ეს მეორე შეხვედრის, პირველი შეხვედრის წერტილის მერე არ არის ბესკენ. მეორე შეხვედრის წერტილი და თქვათ აქეთა, ნუ ვაგი მერე ამოცანაში გამოვლინდება. ახლა უბრალოდ ვიზუალური თვალსაზრისისთვის აღქმისთვის ასე გავაკეთოთ ჯერჯერობით. უკეთ აღქმადი იქნება პროცესი. და ეს აგრძელებს ასე და მოვკავთ აქვე და მოვიდა აქ. მგონია რომ უკვე გასაგებია ხო რაღაც უფრო გასაჩინოა რა პროცესია. არ დაგვაძლევს რომ ეს არის პირველის მოძრაობა ეგ მეორე წითელი ფერით ყავს აღნიშნული, ეს არის მეორის გადაადგილება და აბა მოდი ახლა დავაკვირდეთ. კითხვა რას მეკითხებიან კიდევ ერთხელ გამომახვილოთ ყურადღება B პუნქტიდან რა მანძილზე შეხვდებიან ისინი ერთმანეთს, მეორედ იპოვეთ მანძილი პირველ და მეორე შეხვედრის წერტილებს შორის. ახლა ანუ ამ მანძილს აქვს თხოვენ და აი ამას. მოდი ამას გავამოქებ. იდეაში ამ მანძილს თუ ვიპოვი, ალბათ ყველაფერს სხვასაც ვიპოვეთ, ხო? მაგას გვეკითხებიან. ახლა ადრე ჩვენ საუბრობდით, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ლექციები ჩავწერეთ ალგებრაში, ალბათ გეომეტრიაშიც, საერთოდ ამოცანის ამოხსნის ორი ძირითადი მიდგომა. ერთი გაიგე რას გიკითხებიან და პატარა ალგორითმი უკვე თავში წარმოგიდგა, ნაბიჯების თანმიმდევრობა, იქამდე რომ ვიხვიდე, რა ნაბიჯები უნდა გადადგა. და მეორე მიდგომა ვერ წარმოგიდგინე რა ეს პროცესი არ არის ამდენ კი წარმოიდგინე, მაგრამ თვალსაჩინო არ არის და რაც შეგიძლია იმას არკვე. აი უცებ რაც მოხდება ხელში ის რომ გავარკვე. მაგალითად ახლა აქ თავისუფლად შეიძლება ჩვენ დავადგინოთ პირველი შეხვედრის დრო, აი პირველი შეხვედრა რა ხანში მოხდა. ვთქვათ და პირველი შეხვედრა იქ გეკითხებიან ამას მეგობრებო, საკმაოდ ჩორსაა. ახლა ეგ ძირთადი კითხვებისგან ეს კითხვა ხო რა შუაში ახლა მანძილებისგან პირველი შეხვედრის დრო, როცა მე მეორე შეხვედრაზე მიმახვილებ ყურადღებას, მაგრამ აი ძალიან ისია რა, ეს სტანდარტული მარტივი ამოცანა, აი ცალკე ამოცანა თუ გამიხილოთ ხა მაგალითად რომ 140 კილომეტრი იყო, პირველი სიჩქარე იყო 30, მეორე 40 და ამ ხანში შეხვდებიან ერთმანეთს თუ ერთდროულად გამოვიდნენ და მარტივია, ძალიან მარტივია, საზეპიროც 2 საათია ახლა ეგ, მაგრამ მოდი დავგეგმოთ და მივყვეთ. პირველი შეხვედრა
მოხდა თქვა ეს საათში, თუმცა რა გამოვიდოდა, ხო? რომ მაშინ თუ პირველი შეხვედრა საათში მოხდა, მაშინ 30 ტეს, ანუ სიჩქარე გამრავლებულ დროზე პირველიც ხო 30 პირველიც ხო ტესაათი იქნებოდა გზაში, მეორეც ტესაათი იქნებოდა, პირველი 30 ტეს გავიდა, მეორე 40 ტეს და მათი ჯამი შესაბამისად მეგობრებო იქნებოდა 140, 70 ტე უდრის 140 და აქედან ტე გამოვიდოდა 2 საათი. რამდენი კილომეტრი გაუვლია 2 საათში? ეს გაივლიდა 60 კილომეტრს და ნუ მეორე გაივლიდა, უბრალოდ ხო მეორე კი წითელი ეგ იქნებოდა გაივლიდა 80 კილომეტრს. აი მე რა ხდება? რა მომენტია მეგობრებო? აბა დავაკვირდე. აი ნახეთ და მეორე შეხვედრამდე ფაქტობრივად მათ ერთობლივი ძალებით ორჯერ ამბე მონაკვეთი არ გამოდით გავლილი. აი პირველი შეხვედრა როცა თავიდან დაიწყეს სტარტი იყო და იმოძრავეს ერთობლივად გამოვიდათ მეგობრებო 140 კილომეტრი ხო გავლილი. ერთიანი ძალებით, აი რო წარმოიდგინოთ ახლა ორი მუშა, ხო ორი მანქანაა და ორი მუშა და რაღაცა 140 ერთეული უნდა გააკეთონ ერთდროულად. გალაგებული რომ იყოს რაღაცა ეს 140 დეტალი ასე და ერთი აქედან მოყვება, მეორე აქედან და ნელ-ნელა აკეთებენ და საათღაც შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ხო და დასრულდებოდა საქმე. ხო და იგივე რაღაც არის, ხო? ნუ ერთობლივი მუშაობით 2 საათში 140 კილომეტრი გაძლიერს და ახლა ნახეთ ასე რომ შევხედოთ მეორე შეხვედრამდე სიტუაციასაც და თუ წითელი უფრო სწრაფია, ხო? და წამოვიდა, გაიარა ეს 160 კილომეტრი და კიდევ რაღაც, ხო? მე ის პირველს რა აქვს წანეფერით რაც გვაქვს ჩვენ აღწერილი მოძრაობა, ამან გაიარა 80 კილომეტრი და კიდევ რაღაც და ესე იგი 60, 80 ეკვა 140 და მე ეს რაღაცები რომ გაიარეს ეს კიდევ 140 არ იქნებოდა? ანუ ფაქტობრივად პირველი შეხვედრის შემდეგ მათმა ხო უნდა დააძლიონ მანამდე ანუ A და B პუნქტამდე არსებული გზები უნდა ჩავიდნენ ესენი ერთობლივად, ანუ 140 კილომეტრი ექნებათ გასავლელი და კიდევ ანუ მე ხელახლა იწყება პროცესი, ისევ A-დან მოდის, ამ შემთხვევაში უკვე მეორე, B-დან მოდის პირველი და უნდა შეხვდე კვლავ ერთმანეთს და კი ახლა უკვე ერთობლივი გამოსვლა აღარ გამოდის A-დან და B-დან, მაგრამ ამ შობა კვლავ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და ისევ იგივე აბი მონაკვეთია გასავლელი. ანუ პირველი შეხვედრიდან მეორე შეხვედრამდე უკვე მათ ერთობლივად 280 კილომეტრის გავლა უწევთ. ანუ თუ ასეთ რაღაცას გავაკეთებთ, ნახეთ. პირველი შეხვედრის შემდეგ მეორეჯერ რაღაცა საათში შეხვდნენ ერთმანეთს, ხო? მაშინ უნდა დავწეროთ. შეხვდნენ. მაშინ ნუ რა გამოვიდოდა? პირველი გაივლიდა 30 კას, ხო, კილომეტრს. მეორე გაივლიდა 40 კილომეტრს, ანუ სიჩქარე გამრავდებოდა დროზე და ამათი ჯამი იქნებოდა 280. ხო, ავწერეთ ახლა ჩვენ რომ ორჯერ AB მონაკვეთის გავლა მოუწევდა. ნუ ეს 70 კ-თვის 280 და კ გამოდის 4 საათი. და გეგმით ახლა ანუ ფაქტობრივად პირველი შეხვედრის შემდეგ აი აქედან ანუ წითელი ტრაექტორია არის მეორის მიერ 4 საათში გავლილი გზა. ანუ აი მეორე რამდენს გაივლიდა? ივლიდა 20-ჯერ, რამდენია მისი სიჩქარე? 40, ხო, ანუ 160 კილომეტრს. ნუ შესაბამისად პირველი გაივლიდა 20-ჯერ
30 ანუ 120 კილომეტრს. აქ უკვე მარტივადაა სიტუაცია. მოდი მარტო მეორეს მოძრაობ წითელი ტრაექტორიას რომ დავაკვირდეთ. ნახეთ მეგობრებო, ეგ ხო 60 კილომეტრია. ხო, თავისთავად ხო ზემოთ თუ 60 იყო აქედან ადან აი შეხვედრის წერტილამდე, შეხვედრის წერტილამდე 60 იქნება თავისთავად. და მაშინ სულ თუ 160 კილომეტრი იყო ეს წითელი ტრაექტორია და ზედა 60-ია, ქვედა ნაწილი 100 კილომეტრი არ იქნებოდა? და მაშინ აი ეს დისტანცია, რაც მე მაინტერესებს კითხვის ნიშანი, რა გამოდის? 100 გამოკლებული 60-ს გამოდის 100 გამოკლებული 60. მორჩა. როგორ კითხვა იყო? ხო, ეს კითხვაზე დავაცით პასუხი. ახლა ჩვენ დავჭა საპასუხო, ანუ ამით უპასუხეთ პირველი შეხვედრიდან მეორე შეხვედრამდე დისტანცია რა არის? და ნუ გამოვიდა 40 კილომეტრი და ნუ მარტივია ეგ სულ ეგ ხო 80 იყო აქედან აქამდე და მეგობრებო ეს თუ 40-ია, მაშინ მეორე შეხვედრიდან ბემდე მანძილიც იქნებოდა 40 კილომეტრი. ნუ თლად ახლა მასშტაბი არ გვაქვს დაცვილი ახლა ჩვენ. ისე, მაგრამ ნუ მარტივად გასაგები მომენტია. 45 ამოცადა. გამოჩნდა მდინარეებიც. ძალიან კარგი. ნუ საერთოდ ახლა მდინარეზე მოძრაობაზე როცა არის ამოცანა, ნუ რას ვაკვირდებით? მოდი ასე თქვა ის რეალური ილუზია, რეალური შეკვეთა პროცესია, აი ასე მოდის და მდინარე თუ ეს იყოს დინების მიმართულება, ეს იყოს დინების აწინააღმდეგო მიმართულება და ხო, რა უნდა გვახსოვდეს, რომ შენ თუ დინების მიმართულებით მოძრაობ, აქ შენი სიჩქარე არის კატერის სიჩქარეს დამატებული დინების სიჩქარე. და როცა დინების აწინააღმდეგო მიმართულებით მიდიხარ, მაშინ პირიქით კატერის სიჩქარეს უნდა გამოვაკლოთ დინების სიჩქარე. ხო, ეგ იქნება რეალური სიჩქარე, რითაც ასე ვთქვათ, ზემოთ ახალ დინება ყოველთვის ხო ქვემოთ არ მიმართული. ახლა სამყაროში არსებული შემთხვევები, როცა ზემოთაც ადის წყალი, მაგრამ ჩვენ ახლა მოდი გამონაკლის შემთხვევებს მივიღებთ ხედულობაში. იქ საათში კატერი მდინარის დინების მიმართულებით 2.4-ჯერ მეტ მანძილს გადის, ვიდრე 2 საათში დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ხო, მოკლედ ასეთი სიტუაცია რაღაც, ხო? და 4 საათში კატერი დინების მიმართულებით. ანუ თუ ასე მოძრაობს მეგობრებო 4 საათის განმავლობაში, ხო? 2.4-ჯერ მეტ მანძილს გადის, ვიდრე 2 საათში დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. აი, დინების საწინააღმდეგო მიმართულება ქვემოდან ზემოთ ასვლა იყოს და 2 საათის განმავლობაში აქ რასაც გადის, აი თქვათ გაიარა x კილომეტრი, დინების მიმართულებით მოძრაობის დროს გადის 2.4 x კილომეტრს. ნუ იმედი არ დაგაბნიათ, ხო, ამათ ქვემოთაა მოძრაობა, ქვემოთ მოდის დინება, ასე ვთქვათ და ის არის ქვემოთ თუ არის, ანუ დინების მიმართულებით მოძრაობთ. საერთოდ ზემოთაა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობთ. და ასეთი აღნიშნა რომ დავამკვიდროთ. და რას უდრის კატერის სიჩქარე მდგარ წყალში, თუ დინების სიჩქარე არის 1.5 კილომეტრი. მოდი ახლა იმისთვის ავიცით. მოდი გარ წყალში კატერის სიჩქარე აღნიშნოთ ვეთი. და საერთოდ ასე მე რომ ვიტყვი კატერის სიჩქარე. შევთანხმდეთ რა. ანუ მისი საკუთრივი სიჩქარეა. ყოველგვარი დამხმარე თუ შემწინააღმდეგებლის გარეშე როგორ გადაადგილდება და ეგ იგივე არის მდგარ წყალში გადაადგილების სიჩქარე. ანუ კატერის სიჩქარე ეგ იყოს v კილომეტր/საათი. ნუ დინების სიჩქარე, ვიცით, არის მეგობრებო v პლუს ოპოტიშპიტიშვილა ჯერა შუაშია 1.5 კილომეტր/საათი.
მაშინ რა იქნებოდა დინების მიმართულებით? ხო იქნებოდა ვ-ს დამატებული 1.5 კმ/სთ. და რა იქნებოდა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით? ვ-ს გამოკლებული 1.5 კმ/სთ. რა გზა ეს არ არის ერთი და იგივე გზა დააკვირდით, ერთი 2.4 x-ია, მეორე x-ია. საერთოდ მანძილის აღნიშვნა x-ით შეიძლება ზედმეტიც არის, მაგრამ იყოს მაინც არ გვეგონება ერთი და იგივე გზა გავლილი. 4 საათში რას გაივლიდა დინების მიმართულებით? 4-ჯერ v + 1.5. ასე. 2.5 x-ია. რას გაივლიდა 2 საათში დინების საწინააღმდეგო მიმართულებით? ტიში s მინუს 1.5. იქნებოდა x. ნუ, ანუ რა გამოდის ახლა? გამოდის, რომ ეს გზა ამაზე 2.5-ჯერ მეტი, ანუ 4-ჯერ. რომ ჩავსვათ ახლა x-ის მაგივრად, აი აქ ეს რაც გვიწერია. საერთოდ x-ი მეზედმეტება რა. აქ 4-ჯერ 2-ჯერ v მინუს 1.5 სტოლია. კარგი. დავწეროთ ახლა აქ ეს 4 და ეს შეეკვეცებათ 0.6-ია, ანუ ეს არის 1.2, ხო, გამრავლებული v-ზე მინუს 1.2 რომ გავუმრავლოთ 15-ზე, რამდენია იქ 180, ხო? ანუ 18. იქ არა 1.8 იქნება. ხოცა ესე იგი 12-ჯერ 15 რამდენია? 10-ჯერ 15 150, 12-ჯერ 15 30, ანუ 180 და 2 ნიშნით, ანუ 1.8. აქ იქნებოდა v-s + 1.5. ნუ ეს აქეთ გადმოვიტანოთ, ეს აქეთ გადმოვა, ანუ 3.3 გვექნება, აქ იქნება 0.2, ხო, v-s რო ვერ გამოაკლდება, 1.2-ს რო ვერ გამოაკლდება, ანუ ეგ არის იგივე 1/5 წილადებზე მუშაობა და კაიღოს. ვიმუშავოთ. 0.2 ვესაუდრის 3/3 და ანუ 3/3 გაიყოფა 0.2-ზე, ძიმე გადავაჩუჩოთ თითო ნიშნით და ეს გამოდის 16.5. კითხვა ნახოთ რა არის? რას უდრის კატერის სიჩქარე? კი ბატონო, კატერის სიჩქარე მივიღეთ მეგობრებო 16.5 კმ/სთ. ნუ არაფერი ძალიან სტანდარტული, პირიქით სტანდარტულია, ხო, ძალიან საბაზო მარტივი მდინარეზე მოძრაობის ამოცანა. 256. და B პუნქტებიდან ყოველდღიურად ერთმანეთის შესახვედრად 8 საათზე გამოდიან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი. ხვდებიან ერთმანეთს 8 საათსა და 10 წუთზე. კი ბატონო. ერთხელ ავტობუსი გამოვიდა გრაფიკის მიხედვით. ტაქსი კი დაგვიანებით 8 საათსა და 9 წუთზე. საინტერესო. ამიტომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 8 საათსა და 15 წუთზე. იპოვეთ ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსის სიჩქარეები, თუ A და B პუნქტებს შორის მანძილი გამოდით სანტიმეტრია. კილომეტრი ხო უნდა იყოს აქ. საათი ხო ალბათ კილომეტრია და შეცდომა ახლა ბეჭდვაში. მოჩავთვალოთ, რომ კილომეტრი წერია. ასე. დავასწორებ შავი ფერით. კარგი. მოდი ახლა წავყვეთ თავიდანვე. აგერ დავგეგმოთ ამოხსნა. აქვს A და B პუნქტი. A პუნქტი, B პუნქტი. ნუ ერთმანეთის შესახვედრად ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი გამოდის, ხო? ნუ ეს იყოს ავტობუსი, აქედან გამოდის ტაქსი. და ეს ყველაფერი ხდება 8 საათზე. ანუ 8 და 0-ზე იწყებენ მოძრაობას.
მაგრამ მოდი რა ვქნათ, იცი? ამ 8-0-ს წინ დავწერ, რომელზე, ანუ ესეც 8-0-ზე გამოდის, ესეც 8-0-ზე გამოდის და შეხვედრა ხდება 8 საათსა და 10 წუთზე, ხო? ნუ რომელია უფრო ჩქარინელი, არ ვიცით ახლა, ნუ პრინციპი ავიღოთ ჩვენთან. ნუ ალბათ ტაქსი იქნებოდა უფრო სწრაფი რეალური როდესაც. ხო, მოდი 100-კენ უფრო ახლოს ავიღოთ შეხვედრა. არა, აქ ამას მნიშვნელობა არ ვართ ინფორმირებული, რომელი ისკენ უფრო ახლოს იქნებოდა შეხვედრის წერტილი. პირობითად. ასე? ასე. ნუ 8 საათსა და 10 წუთზე, რადგან ხდება შეხვედრა, ესე იგი, გზაში რამდენი ხანს იყვნენ? 10 წუთი, ხო? და ეს 10 წუთი ხომ არის, მეგობრებო, 10 60 საათი და შესაბამისად ეს არის 1 საათი, ხო? ეს არის 1 საათი, ესეც არის 1 საათი. ეს ვასაუბრე, ერთხელ ავტობუსი გამოვიდა და ხო, ნუ ეგ ვიცით, ეს ხდება სულ. ნუ რადგანაც სიჩქარეებს გვეკითხებიან, მოდი თავიდანვე აღნიშნოთ. ამის სიჩქარე იყოს x კმ/სთ, ნუ ავტობუსის, ნუ ტაქსის სიჩქარე იყოს y კმ/სთ. ასე რა მოხდა ერთ მშვენიერ დღეს. ეგ არის ყოველდღიური რუტინა, რაც ემოც დაწერეთ. და ახლა რა მოხდა განსხვავებული ერთხელ. აქედან გამოდის კლავიატურად ავტობუსი, აქედან ტაქსი. ნუ სიჩქარეებიც არის არ შეუძლიათ x კმ/სთ, ტაქსის სიჩქარე y კმ/სთ. ტაქსი, ანუ ავტობუსი დროზე გამოვიდა, განრიგის მიხედვით გამოვიდა 8-0-ზე. ხოლო ტაქსი კი დაგვიანებით 8 საათსა და 9 წუთზე, ხო? 8 და 9-ზე გამოვიდა. ნუ შეხვედრა ალბათ უფრო ბესკენ ახლოს მოხდებოდა, ხო? ასე. ასე. და შეხვედრა რომელ საათზე მოხდა? მოხდა 8 საათსა და 15 წუთზე. 8 და 15. და ანუ რა გამოდის ახლა მეგობრებო? პირველი, ანუ ავტობუსი გზაში რამდენი ხანს ყოფილა? 15 წუთი, ხო? 15 წუთი, ანუ ეგ იგივე 1/4 საათია. და ავტობუსი რამდენი ხანს, ბოდიში, ტაქსი რამდენი ხანს, ავტობუსი ყოფილა რამდენი ხანს და ტაქსი რამდენი ხანს ყოფილა? ნუ 8 და 15-ს რომ გამოვაკოთ 8 და 09, გამოდის მეგობრებო რამდენი? 6 წუთი, ხო? კლავდებურად? არა, კლავდებურად მანამდე 10 წუთი იყო, ხო? 6 წუთი და ეგ არის 1/10 საათი. ოკეი, კაი, ამდენ ხანს. და ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს პუნქტებს შორის მანძილი არის 18 კილომეტრი. მაშინ დავწეროთ მეგობრებო, ორი განტოლება. პირველი რა იქნებოდა? პირველ შემთხვევაში 1/6 საათში და x კილომეტრით მოძრავი ავტობუსი ხო გაივიდა 1/6 x კილომეტრს, თავის და წილად. მეორე 1/6 y კილომეტრს გაივიდა სამარშრუტო ჩვეულებრივ ტაქსი და 1/6 x პლუს სამარშრუტო ტაქსი ყოფილა ხო ეს. 1/6 y გამოვიდოდა 18. და მეორე განტოლება რა იქნება? ავტობუსი თავისდაცილად რას გაივლიდა 1/4 x კილომეტრს, ხოლო სამარშრუტო ტაქსი 1/10 y კილომეტრს, ხო? და მეორე განტოლება იქნება 1/4 x დამატებული 1/10 y და ეს გამოდის ვიცი. მგონია რომ ნორმალური არის, ხო? ნუ გავაერთმშველიანოთ ახლა, გავაერთმშველიანოთ არა, მოდი მოვაცილოთ მნიშვნელი აქედან x + y გამოდის. ეგ ჯერ 18 არის 100, ხო? 100. ეგ ქვემოთ აქ რა ვიყოთ ამას 10-ზე გავამრავლოთ?
აი ეს ვთქვათ 10 გამოვრავლოთ, წილადი კი დაგვრჩება აქ. 10 მეოთხედი იქნება, ხო? ანუ 10 მეოთხედი x პლუს y უდრის 180. და მოდი გამოვაკლოთ ახლა იქ ქვეიდას რომ გამოვაკლოთ z და y-ები გაბათილდება. 10 მეოთხედი იგივე 5 მეორედია, 5 მეორედი x გამოკლებული x-ი იქნება 3 მეორედი x-ი, 180 გამოკლებული 108 იქნება 72 და მერე 72-ის მხარეს 3 მეორედი გადავაგაყოფით, ანუ გამრავლდება 2-3-ზე, ეგ არის 24 და x-ი გამოვიდა 48. x-ი თუ იქნებოდა 48, ნუ ჩავსვამდით ოქროები ზემოთ ახლა და y-ი იქნებოდა შესაბამისად 60. ჩვენ გავარკვიეთ თითოეული სიჩქარე. რას გეკითხებიან? იტოვეთ ავტობუსის და სამარშრუტო ტაქსის სიჩქარეები. ნუ ავტობუსის სიჩქარე იქნებოდა 48 კმ/სთ, ხოლო სამარშრუტო ტაქსის სიჩქარე იქნებოდა 60 კმ/სთ. მგონია რომ წარმატებით დავსვლიეთ ეს ამოცანა. იგი გადავიდეთ 247-ზე. მოდიში, ასე 247. ანუ კატერი დინების მიმართულებით 6 საათში 20 კილომეტრით მეტი გადის, ვიდრე 10 საათში დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. იგივე სიტუაცია დავხატოთ, თქვათ ასე მოვდივართ. მეორე სიტუაცია არის ასე. ზემოთ უნდა ავიდეთ. დინების მიმართულებით 6 საათში, ანუ ეგ 6 საათი ვიმოძრავეთ. ვიდრე 10 საათში დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. აქ 10 საათი ვიმოძრავეთ. 20 კილომეტრით მეტი, ანუ ეს მოძრაობა ამაზე 20 კილომეტრით მეტია, ხო? მოდი ჯერ ეს მოძრაობა ავწეროთ დინების მიმართულებით, როცა ამერე საწინააღმდეგოდ მაგრამ რა ვიცით ახლა ჩვენ? ახლა უკვე კატერის სიჩქარე ვიცით და დინების სიჩქარეს გვეკითხებიან. კი ბატონო, კატერის არის 15 კმ/სთ, ძალიან კარგი. დინების ავნიშნოთ x-ით სიჩქარე x კმ/სთ. მაშინ დინების მიმართულებით იქნებოდა 15 პლუს x კმ/სთ და დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იქნებოდა 15 მინუს x კმ/სთ. ასეთი ამბავია და შესაბამისად ახლა პირველ შემთხვევაში გავლილი გზა რა იქნებოდა 15 პლუს x გამრავლებული 6-ზე, მეორე შემთხვევაში გავლილი გზა რა იქნებოდა 15 მინუს x გამრავლებული 10-ზე და პირველი რადგან მეორეზე 20-ით მეტია, ან პირველს გამოვაკლოთ 20, ან მეორეს დავუმატოთ 20, რომ ტოლობა შედგეს. ამოსაც ახლა ეხლა გამოვა 90 დამატებული 6x, აქ 50 გამოკლებული 10x, 16x, აქ 50 გამოკლებული 90, ეგ არის 60, 60 დამატებული 20, 80 და x უდრის 80 გაყოფილი 16-ზე, ეგ არის 5. აგი, ანუ დავაკიდეთ ხო პრინციპში. ორჩე ეს იქნებოდა ამდენი კმ/სთ დინების სიჩქარე. მოდი 42-ზე დავიხილოთ ახლა. 248. ახლა აქაც დინებაზეა. ნავსადგურიდან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გაემგზავრა მოტორიანი გამოკდი ასეთი ნელი ისეთ დახრა გავაკეთოთ. ეს არის ნავსადგური. და ნუ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოდიში. მაშინ ასე წარმოვიდგინოთ, აქ იყოს ნავსადგური. ნავსადგური. გაემგზავრა მოტორიანი ნავი, რომლის სიჩქარე მდგარ წყალში 10 კმ/სთ. ანუ მოდი, ასე იგი ნავის საკუთარი სიჩქარე
ყოფილა 10 კმ/სთ. 45 წუთის შემდეგ მოტორი გაჩერდა და მდინარის დინებამ დავი 3 საათის შემდეგ ისევ ნავსადგურში დააბრუნდა. ანუ საინტერესო სცენარია, ხო? ესე იგი, წავიდა ეს ნავი 45 წუთი იარა, 45 წუთი ხო 3/4 საათია მეგობრებო. 45-ზე 60-ები, 15-ზე შეკვეცებდა 3/4 იქნებოდა. ანუ დავმა იარა, მოდი შემოვიტანოთ აღნიშნულ უეჭველი ახლა აქ ჩვენ გთხოვენ, კი აგერა დინების სიჩქარეს გთხოვენ, იყოს დინების x კმ/სთ. ანუ რა სიჩქარე გამოძრავია ნავს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, ხო? 10 - x კმ/სთ უმოძრავია, ასე. იმოძრავა 3/4 საათი, ანუ 45 წუთი მოვიდა აქ, მე ნავი დინების მოტორი გაითიშა და დააბრუნდა, მეგობრებო, მოდი წამკენ დასაზე გავაკეთებ, ასე ავიღოთ და ეგ ჩვენი ნავი დინებამ რა თქმა უნდა უკან დააბრუნდა. ასე უკან დააბრუნდა. რა სიჩქარით დააბრუნებდა მეგობრებო? ხო დააბრუნებდა დინების სიჩქარით თვითონ. ანუ ნავი ამ შემთხვევაში საკუთარი სიჩქარე აღარ აქვს და მოძრაობს x კმ/სთ. რამდენ ხანში დააბრუნდა? 3 საათში დააბრუნდა მეგობრებო. ამ ვერ გამოდის. გავლილი მანძილი. პირველ შემთხვევაში, რომელიც 3/4 საათში 10 - x-ით მოხდა დაძლევა აუზის, მეორე შემთხვევაში უკვე როცა ძრავი ჩერდება 3 საათში x კმ/სთ სიჩქარით მოხდებოდა ხო აუზის გავლა. იმიტომ მარტო დინებას თავისი ძალებით მიყავდა კადერი. მაგრამ გზა ერთი და იგივე, ესე ერთმანეთი სტოლია. 3/4 10 - x უდრის 3x. 4 გადმოვდაროთ გამრავლებით. 3 × 10 - x, ეგ იქნებოდა 12x, 4 რომ გამრავლდებოდა 3x-ზე, 30 - 3x უდრის 12x, 15x უდრის აქ მარტივი საჩვენებელია, ხო? 30 და შესაბამისად x იქნებოდა 2 სტოლი. ანუ ჩვენ ვიპოვეთ დინების სიჩქარე. ახლა ნახოთ რას გვიკითხებიან, ვიპოვეთ მდინარის დინების სიჩქარე. მივიღეთ 2 კმ/სთ. 259. მოდი ნახოთ აქ რა გვინდა. ტურისტი ბანაკიდან 5 კმ/სთ სიჩქარით გაემგზავრა, უკან 4 კმ/სთ სიჩქარით ბრუნდება. კარგი. რა მაქსიმალური მანძილით შეუძლია ტურისტს დაშორდეს ბანაკს? გზავრობისთვის მან 2.1 საათი გამოყო. ანუ ახლა აქ ეს მაქსიმუმის სიტუაცია რა არის, ნახეთ. აგერ არის ბანაკი და მაქსიმუმ რა ხელზე წახვალ თუ მარტო გაქვს 2.1 საათი ლიმიტი რა. ანუ 2 საათსა და 15 წუთში, ანუ 2.1 საათში უნდა იყო უკან. ანუ გამოდის რომ სულ უნდა იმოძრავო, უნდა გაჩერდე. იმიტომ რომ თუ გაჩერდები, ის გაჩერების დრო სვლას აკლდება და გამოდის რომ იმ დროში შენ რა შეგიძლო რომ მოცილებული ბანაკს და წასულიყო, ვეღარ მოშორდები. ანუ აქ ფაქტობრივად იგულისხმება რომ როგორც კი წავიდა, ეგრევე უკან მობრუნდა და მომდევრუნდა ბანაკში სულ 2.1 საათი იყო მოძრაობაში. ანუ მაქსიმუმ რა ყველაზე წავიდოდა და დაბრუნდებოდა. ეგ თუ სულ ამ გზაზე 2.1 საათი დახარჯა. წასვლის სიჩქარე ვიცით 5 კმ/სთ-ია. დაბრუნების სიჩქარეც ვიცით 4 კმ/სთ-ია. თუ დაიხალ. ან თავიდან დამარჩიებდა და მე ამარჩ მოუწია. სხვა ამ შულბა აქვს ამას ახლა არ დაგაბლებთ და გვეკითხებიან მაქსიმუმ რა მანძილით მოშორდებოდა. ანუ ერთი გზა რა იყო, თქვათ, იყო x კილომეტრი. დაგვიდით მეგობრებო ახლა, როცა მიდიოდა აი აქეთ. რა დროს დახარჯავდა? ეს 2.1 საათი ხო არის
ბანაკიდან წასვლის დროს დამატებული ბანაკისკენ დაბრუნების დრო, ხო? რაღაცა T1 დამატებული T2. მაგრამ რა არის T1? X-ი შეფარდებული 5-თან არ არის? ამდენი საათი არ იქნებოდა ბანაკიდან გასული. და ბანაკისკენ წასული რა იქნებოდა ასე რომ იდის უკან, ხო? ეგ არ იქნებოდა X-ი შეფარდებული 20-თან. ამდენი საათი. კი, და მათი ჯამი X მე-5-ს დამატებული X მე-4 იქნებოდა 2.1/4 ტოლი. ამოვხსნათ ახლა ეგ. საერთო მნიშვნელი არის 20 ვაქცია. არა. ეს თუ გავერთმშველიანებთ 9/4-ია. და მილკიდან X-ი გამოდის 5. ანუ 5 კილომეტრი მოშორებია ის ბანაკს, ანუ მაქსიმუმ შეეძლო 5 კილომეტრით მოშორებოდა. ნუ ეს მაქსიმუმის კონტექსტი კი არ გიხსენით რა შუაში იყო ახლა. 250. ტურისტი გააგზავნა ბანაკიდან X კილომეტր/საათის სიჩქარე. უკან ბრუნდება Y-ის სიჩქარით. სულ ამ გზავრობისთვის მას გამოყოფილი აქვს T საათი, რა მაქსიმალური მანძილით შეუძლია დაშორდეს ტურისტი ბანაკს. ნუ მანძილი იგივე სიტუაცია, ვიდა დავაბრუნოთ კიდეც ნახაზი. უბრალოდ რა ხდება ახლა აქ? ანუ ზუსტად იგივე სცენარია. შეაგერ ამას და ნომერსაც ავშლი აგერ 250-ს დავწერ. ნახეთ მეგობრებო, ზუსტად იგივე ხდება. X კილომეტր/საათის სიჩქარით მიდის ბანაკიდან, Y კილომეტր/საათის სიჩქარით ბრუნდება, ნუ იქ 4 და 5 იყო, აქ განზოგადებულია უფრო. ეს საათის განმავლობაში მოაგვარა ყველაფერი, გამოყვა წასვლა-წამოსვლაზე და ჩვენ გვეკითხებიან მანძილი ეს. აი, უნდა ვიპოვოთ რა, მოდი წითლად აღნიშნავ ახლა აქ. ნუ ეს მანძილს ვთხოვენ. X-ი ვიცით, Y ვიცით, მათი მოცემული სიდებია T ვიცით და ვთხოვენ ეს. რა იქნებოდა წასვლის დრო? S-ი შეფარდებული X-თან. უკან დაბრუნების დრო S-ი შეფარდებული Y-თან. მათი ჯამი S-ი შეფარდებული X + S-ი შეფარდებული Y-თან, ეგ იქნებოდა T. ნუ შესაბამისად მეგობრებო, აქ SX + XY შეფარდებული XY-თან ეგ არის T. და ნუ თუ ეს გავიტანით ფრთხილებს გარეთ აქ X + Y შეფარდებული XY-თან ეგ არის T. გამოვიდოდა რომ რას უდრის S-ი? A-ჯერ XY შეფარდებული X + Y-თან. ასე უფრო ლამაზად ჩანს. აი ეგ იქნებოდა მეგობრებო პასუხი. კარგი, მოდი აქ შევჩერდეთ და 251 ნომრიდან გავაგზავნოთ შემდეგ გამოცანების განხილვა. აბა დროებით.